გამარჯობათ. სანამ ამ თემას დავასრულებთ, მე მინდა კიდევ განვიხილოთ ერთი კომპონენტი, რომელიც ასევე ძალიან ხშირად გამოიყენება და მას ქვია JList. მოდი დავწეროთ სატესტო კლასი და მას უწოდოთ JList test. მოდი პირველ რიგში დავაიმპორტოთ ეს კლასები, რაც სამუშაოდ გვჭირდება და რაც არის აუცილებელი. ეხლა მოდი შევქმნათ ჩვენი ფანჯარი. ეს ჩვენი ფანჯარა მზად არის და შეგვიძლია დავაგდოთ ეს კომპონენტი, თუმცა სანამ ამ კომპონენტს შევქმნით, მოდი დავაკეთოთ მასივი, სადაც შევინახავთ რაღაც ჩამონათვალს და სწორედ ამ ჩამონათვალის ასახვისთვის დაგვჭირდება ჩვენ ეს JList კლასის ობიექტი. მოდი ამ მასივს უწოდოთ data და ეს მან შეინახოს მიმტკიცებელები string კლასის ობიექტი. მოდი ამ ჩამონათვალში ჩავწეროთ ხილის სახელები. მე მგონი საკმარისია. ეხლა რადგან ეს მონაცემები უკვე გვაქვს, რისი ასახვაც ჩვენ გვინდა კომპონენტში, მოდი შევქმნათ ეს ობიექტი და მის კონსტრუქტორს მივაწოდოთ აი ეს data, ეს მონაცემები. ახლა უბრალოდ ძალიან მარტივად მოვათავსოთ ეს კომპონენტი ჩვენს ფანჯარაზე და ვნახოთ შედეგი. უკაცრავად აი აქ ერთი მომენტი გამომრჩა, რომელიც უნდა მეთქვა. გავიხსენოთ array list-ები, როდესაც ჩვენ მას ვქმნიდით, უთითებდით კონკრეტულად რა ტიპებისთვის გვინდოდა ეს კონკრეტული array list-ი. ამ JList-ის შემთხვევაშიც ესე უნდა მოიქცეთ და მეტოვა ნაკლებობის ნიშანში ჩაუწეროთ ის ტიპი, რომლისთვისაც გვაქვს განსაზღვრული ეს JList-ი. ამ შემთხვევაში ეს გახლავთ string. და აი მართლაც შეიქმნა ეს სია და მასში არის ჩაწერილი ეს ელემენტები, რაც ჩვენ გვინდოდა. აი აქ შეგვიძლია ახლა ეს ელემენტები ჩვენ მოვნიშნოთ. მაგრამ აი კონტროლს თუ დავაჭერთ, შეგვიძლია რამდენიმე ელემენტი მოვნიშნოთ ერთად. ან აი shift-ით შეგვიძლია მთლიანად მოვნიშნოთ ეს სია Ctrl A კლავიშის კომბინაციითაც ასევე მთლიანად ინიშნება. მოდი ახლა შევზღუდოთ ეს და შესაძლებელი იყოს მხოლოდ ერთი ჩანაწერის მონიშნა აი ამ ჩვენი ლისტიდან. ამისთვის უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად. უნდა გამოვიძახოთ მეთოდი set selection mode. და ის მნიშვნელობა, რაც აქ უნდა გადავცეთ, თუ არ ვწდები, მე მგონი უნდა ავიღოთ ინტერფეისიდან, რომელსაც ქვია list selection model და რომელიც არის განთავსებული ასევე JavaX Swing პაკეტში. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს მეთოდს და აქ უნდა ჩავწეროთ ესეთი რამ. List selection model წერტილი single selection. ეს ახლა ამ უნდა იმუშაოს. მოდი გავუშვათ ეს და შევხედოთ. აი მართლაც იმუშავა და ორ ელემენტს უკვე აქედან ჩვენ ვერანაირად ვეღარ მოვნიშნოთ. მოდი ახლა ეს გავუკეთოთ სკროლები ამ ჩვენს lists და მოვათავსოთ ის scroll panel-ში. ამისთვის დავაიმპორტოთ ეს scroll panel კლასი. შევქმნათ ახლა ეს scroll panel-ი და მის კონსტრუქტორს მივაწოდოთ ეს ჩვენი ლისტი. და ამის შემდეგ მოდი ეს დავამატოთ, არა პირდაპირ დავუშვათ ეს ლისტი ამ ფანჯარაზე, არამედ უკვე ეს scroll-ი. და აი წესით უკვე უნდა გქონდეს ეს scroll-ი. მოდი ახლა შევზღუდოთ ეს ჩვენი ლისტი ისეთნაირად, რომ გამოაჩინოს მხოლოდ 4 ელემენტი და დანარჩენ ელემენტებს უკვე გავუჩინოს scroll-ი, რათა ვნახოთ ისინი. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიძახოთ ესეთი მეთოდი set visible row count.
და აი როგორც ხედავთ, ჩანს მხოლოდ 4 ელემენტი და შეგვიძლია აი სკროლით ვიმოძრაოთ ზევით ქვევით და არანაირ პრობლემას აღარ ქმნის უკვე აი ამ ელემენტების რაოდენობა. ეს თემა თვითონ GUI გახლავთ ძალიან ვრცელი და ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვიმუშაოთ ამაზე. თუმცა ვფიქრობ ვიდეო გაკვეთილებით მთლიანად GUI-ის თემის ამოწურვა არ იქნება კარგი. რადგან მე მიმაჩნია რომ ამ გაკვეთილების დანიშნულება იყო ის, რომ თქვენთვის მეჩვენებინა Java-ს GUI სისტემასთან მუშაობის პრინციპები. ხოლო თუ კი თქვენ გაინტერესებთ უფრო ღრმად და დეტალურად ეს თემა, მე შემიძლია გირჩიოთ ერთი ესეთი წიგნი, რომელსაც ჰქვია Swing a Beginner's Guide. მისი ავტორი გახლავთ Herbert Schildt, რომელსაც არა მარტო ეს, არამედ სხვა წიგნებიც აქვს დაწერილი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი და გასაგები ენით წერს, ასე რომ თუ კი ამ წიგნს გაარჩევთ, ნამდვილად მიიღებთ ისეთ ღრმა ცოდნას GUI-სთან დაკავშირებით, რომ უკვე რეალური აპლიკაციების შექმნაში გამოიყენოთ ეს ცოდნა. მე ამ გაკვეთილს და ამ თემასაც ამით დავასრულებ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.